ჩვენთან სტუმრად არის ფანტასტიკური ადამიანი, რომლის ცხოვრების სტილი სიმღერა, არა მარტო მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვის, როგორ ახალ ძმაო, მერაბ ვარდოსანიძე თავისი ულამაზესი მეუღლით, თამარით, გაბრიელი, ჩვენი ძმა, ახლა უკვე ძმა, საბუკა და ულამაზესი ნინიკო, რომელიც აი ესე ერთად მოვიდნენ და ესე გემრიელად უნდა ვისაუბროთ. ახლა დეტალებზე რა ხდება ოჯახში, მარტო ოჯახში არა, ძალიან კარგი სიახლეა, კიდე მერაბის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. და მერაბი ამიერიდან საკრებულოდან მოდი დავსხდეთ ბატონო რაღაცა. ეხზე ოქრა ვეღარ ეხზე თავრობის მომადგენელი მომიდა. არა, შუაში. საკრებულოდან კი მოგვემსახურება, შეიძლება ითქვას, განათლებისა და კულტურის ხო, მართალია. ეს კაცი ისედაც ემსახურებოდა საქართველოს თავისი სიმღერით, თავისი გულით, სული და ეხლა განათლებაში შეიტანს თავის წვლილს ქალაქის განათლებაში. როგორ ახარ ძმაო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მიხარია ძალიან თქვენთან ყოფნა და მივესალმებ ჩვენს ტელემაყურებელს. არა მიშავს რა, ახლა ესეთ შემადგენლობაში ზურათ არ მაგუფლება რომ ვიყო რა. ასაბა ჩვენ ვართ ბედნიერები და გავბედნიერებით თქვენ თქვენს მინდა რომ კარგად იყოთ და ყველა კარგად რო ვიყოთ ეს მინდა. შვიდობა გქონოდეს ყველაზე მთავარია. შვიდობა ინებოს უფალმა მთავარია. კი ბატონო. ესე იგი, მერაბ აქედან მინდა დავრიცხო. აბა გისმო. ყოველთვის ესე თეთრი შურითა ვარ შენს მიმართ, იმიტომ რომ მეც სამი შვილის მამა ვარ, ერთი მეუღლის. ვენაცვალე შენს ლამაზ ოჯახს. ხო და სულ მინდა რომ კითხო, ორივე ამღერე. შენმა გულმა ორივე ამღერა. აი მესამე უკვე იწყებს. მე ვფიქრობ მე არ ავამღერე, ესენი ამღერა გენეტიკამ ალბათ, მაგრამ ხო გენეტიკა ხო ჩემგან აქვს და ბუნებრივია, ხო და მადლობა ღმერთს, რომ იცი რა არის არაფერი რა ხდება შემთხვევით ამ ქვეყანაზე რა და თავისებურად თვითნებურად მოხდა ამათი დაახლოება ესე და რაღაცა დიდი ინტერესი ქართულ სიმღერასთან განსაკუთრებით და სულ ამას ვიზახი ყველგან რომ რავი მშობლისთვის და მამისთვის როცა შენ ამ საქმეს ემსახურები და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შენი ცხოვრების წესია თუ იგივე რაღაცა გზას არ ვიცი ხა რა დოზით ესენი ამას აირჩევენ მაგრამ ამ ეტაპზე მე ძალიან მიხარია და მაკმაყოფილებს ის დამოკიდებულება რაც მათ გააჩნიათ ქართული სიმღერის მიმართ და მოკლედ მიხარია. თამარ, შენ თუ მღერი შემოკეთილი. ეს კულისებში. რა კულისებში და რატო ერთად დუეტს არ წერთ? ხო, დუეტი კი არა, საერთოდ კვარტეტი. ხო, კვარტეტი. მე კვინტეტი შეიძლება. მე კვინტეტი აუცილებლად. არა, ეს სოლო. აჰა, ეს სოლო. ეს სოლოა, ხო, ეს ხმებს შევეს მოსტენ არ გამოვა. ამასთან რომ მღერი, ან კარგად უნდა იმღერო, ან საერთოდ არ უნდა იმღერო. ძალიან კარგად მღერის მართლა. წარმოუდგენელია რომ არ მღეროდეს კარგად, აი მეც რატოღაც ასე. მე სხვა არა და პროფესიით მუსიკოსი დირიჟორია. ხო და მე სხვა ეჭვი მაქვს რა, თამარმა რომ სიმღერა დაიწყოს, მე მგონია რომ 4-ვეს ახლა უკვე 4-ვეს დაჩრდილავს. ამიტომაც ეუბნებია რომ თამარ გვიშველე შენ ბექსტეიჯში. შენ მოგვისმინა. შეიძლება კი ბატონო. ზოგადად ყველა დიდი ადამიანის უკან მასზე დიდი ადამიანი დგას და ალბათ ეს ფუნქცია აქვს ჩვენს ულამაზეს რძალს. თამარ, როგორია ახლა უკვე 4 მომღერლის მოვლა პატრონობა შეიძლება ის. 4 ენა მოყივლა, რა გინდა ეს იმღერებ ყველა ვარიანტში ეს სოლო მეთქი, კვარტეტია სოლო. ხო, ლიუსთან სოლო. რთული, აი ვურჩევ რა იმღერონ, როგორ, აი ვთქვათ, მინდა რომ სხვა რაღაც იმღერონ, არა ეს გვინდა რომ ვიმღერონ. ხო, თავის ჩართულობები აქვს, სხვა შორის და ესა. ფრაზებთან დაკავშირებით თუ გაქვს ხოლმე რა ხალ დირიჟორი ხარ. ვერთვები აბსოლუტურად. საკმაოდ ისეთი კრიტიკოსია და რა. სულ ჩართულია. საბუკა მაპატილა იცი რა ნახე ვეუნები მაგრამ არა მაინც თავისი უნდა საბოლოოდ ვისკენ იხრება ხოლმე ვის უფრო თვითონ რაც უნდათ მაინც და მე გეკითხებენ და მოგეწონა და მან პასუხი არის ნუ ის რო გაგეკეთებინო უკეთესი იქნება ხო და ჩემი პოზიცია უნდა დამიჯეროთ ხო არა ანუ უნდა გეჯერებინათ კი ეხლა ეს რო არ თქვათ არ შეიძლება და ნატკა შენი კითხვა ჩემს ხო აბა შენც ის გაინტერესებს ხო აბსოლუტურად გაინტერესებს ვიცნობ არ ვიცი რამდენი წელი ბევრი წელია კი ძალიან ბევრი წელია და სიმართლე გითხრა შენი სიყვარულის ისტორია არ ვიცი აი შენი და ნინოს ჩემი და თამროს შენი და თამროს კი ბატონო ესე იგი დავიწყოთ ამის მიამბოთ მიამბე აუცილებლად მოგდეთ ჩვენ ეს იყო პეტერბურგში ეს იყო ხო ეს იყო ძალიან ბევრი წლის წინ დაახლოებით 25 წლის 26 წლის თავი გვექნება ხო მოგდეთ ჩვენ ესე იგი სადაც მე ვსწავლობდი ჩავაბარეთ საგუნდო სადირიჟოროზე სასწავლებელში მოგდეთ თამრო რომ გავიცანი ეს მოხდა იმ კედლებში იმ სასწავლებელში თამრო გახდათ მაშინ 16 წლის და მე ვიყავი 18 წლის. ხო და რაღაცა დაახლოებით მე 1 წელში როგორც ხდება ის 1 წელი მქონდა
მე ვამთავრებდი სასწავლებელს და მე თამრო გადადიოდა მეორე კურსზე. ხო და მოკლედ იქ მოხდა ჩვენი დაოჯახება რა პრინციპში იქ მოხდა შეყვარებულობა პერიოდი და იქიდან შეიქმნა ჩვენი ოჯახი რა და მე ხა დეტალებში შევიდე ეს გინდა თუ რა როგორ მოხდა აი თამართან პირველი სიყვარულის ახსნა თამართან როგორ მოხდა და გეტყვი რა მოკლედ ბევრი რაღაცები ვცადე ხოლმე ეხა მაშინ რა წლებია წარმოვიდგინე რამდენი ხანი გაწვალა მე რა ის მთელი ერთი წელი ფაქტიურად იყო ჩემთვის წვალება, იმიტომ რომ ცოტა უკარება იყო, როგორც ყველა ეხა ამით ახასარებს საუბარი, მაგრამ ესე იყო ფაქტია, უკარება იყო. რამოდენიმე მცდელობა მქონდა თქვა რომ აი რაღაცა საჩუქრები მიუტანე და ბევრჯერ ეს საჩუქარი არ მიიღო და დამტოვა და ერთხელ მახსოვს ხო იცის რაღაცა გიშერი თუ რაღაცა ვიყიდე რა, ვამარტი თუ რაღაცა მოდიოდა, ხო? თვალი რო არ ეცეს. ხო, მაგრამ შავი გიშერი იყო, ხო და მიუტანე და ეს ისა, ნუ მოყვე ხა სიგიჟეა, მაგრამ დღეს კაია რა. ხო და მიუტანე ეს და ნუ მგონია რომ აიღებს ამას და რაღაცა დარჩება გაყოფილი და მე ამით რაღაცნაირად ხვდები გაგაბედნიერდები და დამიბრუნა უკვე ეგრევე რა მოჩვენა არ მინდა რა არა იყო ანუ პროტესტი იყო ეს თუ არ ვიცი რა მორიდება იყო მისი მხრიდან და ჩამოვიტან მე ეს გიშერი გაბრაზებულმა და ჩვენი სასწავლებლის კიბეების წინ აი ქვით დავამტრე და ახლა უნდა ვთქვა რა არ მოგეწონა ჩემო ძალო ერთი ამ კაცში კანიაკლია სტილი იყო ესეთი ხვდები ხო და თუმცა რაღაცები ნუ მივარჩი ხოლმე და ეს მეუღია რომანტიკული აი ბავშვები ვიყავით პრინციპში ყველა ჩამოყალიბებული ასაკი ამას ჭირდება და როგორც ყველა დანარჩენს სიყვარულის განსაკუთრებით ჭირდება რა საჩუქარი სუნამო და წმინდა გიორგის ხატი კი ბატონო გაბრიელი წავიდა არა აქ არის აქ ვარ მეც აქ ვარ და აი რა იყო მოგეწონა მაშინ თუ ეს იყო ესეთი ბიჭი რომელიც ასე ვთქვათ უბრალოდ გვეპრანჭა ეს მისმა სიმღერამ მე კი არა სრულიად სასწავლებელს მოწონდა მისი სიმღერა რა თქმა უნდა ხო და მაგას ვამბობ არა მარტო სიმღერა კაცო ფიზიკურად ცუდი ვიყავი რა გინდა ხო და იცი რა მაინტერესებს პირველი სიმღერა რაც გიმღერა შენ მან ხო თუ გახსოვს რა სიმღერა რავი შენ თუ მაგას გაიხსენებ იმდეს ვღეროდი მე იქ რო არ ვიცი აბა რავი თუ გაიხსენებ ძალიან საინტერესო იქნება გავუში თუ რაღაცა არ ვაყიროთ არა ვგიჟდები ამის შეკრულ კოპებზე აი ესეთ შეკრული კოპებით რო ეს ჩასასრელებონ უნდა გავაკეთო მოდი იცი რა მაინტერესებს კაი გიშერი რატო არ მიიღეთ მაგასაც კითხავთ აი თავიდანვე მიაქციეთ ყურადღება როგორც მან მოგაქცია ყურადღება იყო კი ხო რა რეაქცია ყურადღება რატო აწვალე მაშინ ამდენი ხანი სადღაც აი გაცნობიდან ერთ თვეში დამიძახა აუდიტორიაში გამიყვანა და იქ მითხრა რომ ეს ჯერ სიყვარულით არა მაგრამ მომწონხარო და ალბათ გადაიზრდებაო თან ძალიან ნერვიულობ და ხო იცი როგორი ემოციურია ხო და თან პატარა ბიჭი ვიყავი ასაკით და რა გინდა ხა რაღაცნაირად მოვახერხი მოიცადე მე მითხარი მე თავს იმართლე ხო და თუ კი ვინმეს მოვწონდი გარშემო ნუ რა თქმა უნდა ჩამომაშორა ყველა და გაუჭირდებოდა ახლა გაუჭირდებოდა. იცი რა მაინტერესებს თამარ? თქვათ აი რითი მოიხიბლებ საბოლოო ჯამში? ნუ პირველი ეფექტი მაინც მისი მონაცემი იყო ეს ნიჭიერება, ხო. მაინც ეგ იყო, კი. გოგოებო და ბიჭებო, ორივეს გეკითხებით, რა არის ის საიდუმლო, რომელიც აი დღემდე ესეთი შეკრული ოჯახი არის. გასაგებია სიმღერა და სიყვარული ხელოვნების. აი რა არის კიდე ის და ნუ ალბათ ესეც თავი და თავი ყველა მაგრამ ხო არა გაბრიელამდეც ეხა ნუ ხო მაგას ვამბობ აი რა არის აი ეს რაც არ დაიკარგა თქვენ შორის რაღაცა დათმობამ ალბათ რაღაცა არ ვიცი ვერ გეტყვით უფრო ეხა მე ჩემ თავზე მოჯახებს რაც აბალანსებს ეგ არის მე მგონი ძალიან პატარები ვიყავით და მოგეხსენება რომ ეხა პატარები აი ხო და მაგიტომა შეინარჩუნო ხო ალბათ უფრო მე ბევრი რაღაცა დავთმი ალბათ აი ხალი რა ხო ალბათ ხო არა მე ვიძახი რომ აი დღევანდელი თაობა სხვანაირად უყურებს ყველაფერს და ძალიან მალე შეუძლიათ ოჯახის დანგრევა და ასე შემდეგ და მე ვთვლი რომ თავროს კიდე სხვანაირად იგი აქვს იმიტომ ყველა ქალბატონს ხო იცი თან რა ასაკს ვეხებით ჩვენ რა ასაკში შევუვდით და ხო იცი მაგდროს რაღაცეები თავში გიქრის ცოტა მე ვიყავით ჩემებური ხასიათების ვარ ეხლაც და მაშინ უფრო ვიყავით ჩემებური ცუდი კი არა არა ჩემი სიფიცხე მქონდა რაღაც ემოციური მაგრამ მეორე წუთში აღარ ახსოვს ხო და ამ ყველაფერში ბალანსი მაინც მეუღლე გამოდის რა ნინიკო აი ხა შენ რო ისმენ აი ამ კომენტარებს დედასგანაც და მამასგანაც წარბის აწევით წარბის დაწევით
შენ მეუღლესთან თუ ითვალისწინებ დედას რჩევებს აი შენი ურთიერთობიდან აი დედას და მამას ურთიერთობიდან გამომდინარე ვთქვათ რაღაცას თუ ოჯახიდან ითვალისწინებ მოდის ყველაფერი როგორც ამბობენ რა თქმა უნდა ოჯახიდან მოდის ყველაფერი ბოდიშ მაგრამ მე ჩაგერთვებით რა შეგენაცვალე ფიქრობდი ეხლა რა უნდა ნინო და მერაბი არიან როგორ ვაპყრობი აი ხო როგორ შეიძლება ასეთი ერთნაირები იყვნენ არ ვიცი ანუ ემოციური და ბექა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული და აბალანსებენ ესე ერთმანეთს ბექა სიძეა რომელმაც ახლა ბეიბისითერობა შეიცავს და გვეხმარება ამ დარგში თორე გაბრიელი ვეღარ დავაკავეთ აი როგორც ვთქვათ დედას და მამას შემთხვევაში დედა აბალანსებს ცოტა აი მამას სიფიცხეს და ემოციურობას ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის ხო და ჩვენს ბექას მყარეს ვართ ყველაფერში ბექა კაი გაზრება ვიცე შენ საბუკა აი ეხლა უყურებ მამას შენ აი როგორ მღერის როგორ დახვეწ კრისტალურად მღერის თითოეულ ბგერას ეფერება მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ მომისმენია მისი სიმღერა და აი მართლა ნაკლი არ აქვს სიმღერაში ისე როგორც აი კაცობაშიც და ისე როგორც კარგ მეგობრობაშიც აი მითხარი მისაბაძია შენთვის სუსტად ვიცი მამა აი სიმღერაში თუ აქ რამე ისეთი რაც შენ არ მოგწონს ან შენ თუ გეუბნება ხოლმე რომ მამა იცი რა ესე ფრაზა კი არა ესე ჯობია რა თქმა უნდა დასაწუნი რა აქვს ისე სხვანაირად გესმის მამა ეს ფრაზა დაჟე სულ მინდა რომ მისნაირად ვიმღერო რა ტემბრი ხო და სწორება მაღალზე არის სწორება რამდენად საპასუხისგებლო არის იცი მერაბის ბიჭია მერაბის გოგოა აი ეს რამდენად საპასუხისგებლო არის თუ არის რა აორა გამიჭირეს საქმეა მერაბით აი მეც იმიტომ ვიძახი რომ იმღერი ანუ მერაბის გვერდზე ხო ანუ ცოტა ისე უნდა იმღერო კარგად ძალიან კარგად ხო სხვათა შორის აი ჩვენ სასაკში აქვთ ხოლმე ბავშვებს გოგო ბიჭებს პროტესტი რომ აი რატომ უნდა იყოს ხაზგასმული მშობელზე და რა ვიცი მე მაგალითად პირიქით მიამაყება მე აბსოლუტურად გეთანხმები იმიტომ რომ შენ თვითონ ხარ შემდგარი ადამიანი და წინ მიდიხარ და როდესაც რაღაცნაირად ხარ მხოლოდ ცნობილი ადამიანის უკან ხარ რატომაც არა ხო პირიქით კეთილი და პატიოსანი საბუკა ვამღეროთ ყველაზე მთავარი რაც მინდა შენ გითხრა ძმაო რომ მადლობა თვითონ მეგობრული წამისთვის პირადად ჩემთან ჩემი ძმა ხარ ძალიან მიყვარხარ ყველა და ხო იცი რომ მიყვარხარ და შემოგევლეთ უღრმესი მადლობა ძალიან მიყვარხარ და მე მგონი დუეტს ვიღერებ ხო დუეტს იმიტომ რომ აგერ იმისთვის სოლო გვექნება შემდეგ სტუმრობაც მოგეთ ნადიაზე ინგლისშვილს შეუთვალოთ მაშინ და პირველი სიმღერა რაც ვიმღერე არის ნანა დაუშვილის სიმღერა ნანას დიდი მადლობა და ნადიაზე ინგლისშვილის სიმღერას შეასრულებს ახლა მიკროფონი და ესეთი საოცარი სიმღერის მერე გავალთ აი ეს არაჩვეულებრივ რეკლამას და ძალიან საინტერესო სტუმრებით დაგიბრუნდებით და საინტერესო თემით არ გადაართოთ დაკითხვა მადლობა გისმენთ ჩემო სანადარელო ჩემი გულის გაზაფხულო უშენოდ ქვეყანაზე არ სუფევს აპრილის მზე უშენოდ ქვეყანაზე არ სუფევს აპრილის მზე შავწლობის გარეშე ცუდითაც არ გვეცოცხლოს უერთმანეთო მოდი ჩემო სიყვარულო ჩემი გულის გაზაფხულო გაფიცებს საოცარდებს ბედნიერ შეხვედრას ჩვენს გაფიცებს საოცარდებს ბედნიერ შეხვედრას ჩვენს
ცნობის გარეშე ცუდითაც არ გვეცოცხლო